რაფაელთანადაზე, რომელიც AI აგენტების შესახებ ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგვიყვება. კითხვები სტანდარტულად სესიის ბოლოს მომიტოვოთ, თუ გვექნება დრო შესაძლებელი შესაბამისად. მადლობა. მადლობა. ხო, მოკლედ, როგორც აღნიშნეს, დღეს ვილაპარაკებ აგენტებზე. ზოგადად რა არის აგენტები, რა არის მულტიაგენტური სისტემა, რატო არის კარგი, რატო არის ცუდი, გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას, რა შეცდომები დაუშვი, იქნებ გამოგადით თუ საკეთო სისტემაზე მუშაობთ. და ხო, ზოგადად მინდა რომ რაღაც ჩემი გამოცდილება ამ თემაში გაგიზიაროთ, უკვე რაღაც დაახლოებით 1 წელიწადია რაც აგენტურ სისტემაზე მუშაობ და მინდოდა რომ ამაზე მომეყოლა. ხო, და რამდენს გიმუშავეთ აგენტურ სისტემებზე? აი, რამდენს აგიწყვიათ ერთი მაინც აგენტი? რამდენს აგიწყვიათ 10-ზე მეტი აგენტი? ოღონ ერთ სისტემაში. ოჯახ. კაი, ხო, თავიდან პატარა შესავალს გავაკეთებ, ესე იგი ზოგადად რა არის აგენტი, ხო? ძალიან მარტივი კონცეფცია, ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ ყველაზე სტანდარტული და ყველაზე მიღებული ჩემი აზრით, ყველაზე სწორი არის, რომ გვაქვს რაღაც ინპუტი, შემოგვდის ინპუტი, არის LLM-ი, ანუ ChatGPT, ჩვეულებრივი LLM მოდელი, რომელიც აკეთებს გარკვეულ actions და ეს არის while loop-ში გაშვებული, ხო, ანუ ციკლში არის გაშვებული, რაღაც actions გააკეთებს, რაღაც tools გამოიძახებს, tool-ი მარტივად ვთქვათ, არის რაღაც დამატებითი ხელსაწყო, დამატებითი იარაღი, API, რომელსაც LLM-ი დაიხმარს, გამოიყენებს ამ tools, რაღაც ეს tool-ი გაეშვება, ავიღებთ პასუხს, შევიტანთ კონტექსტში, აგრძელებს LLM-ი, მანამ სანამ არ გადაწყვეტს, რომ არ უნდა გაჩერდეს რა. ამას კიდე მიუბრუნდები. ხა ესე იგი ორი ძირითადი კომპონენტი არის, ხო, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის LLM-ი და არის tool-ი რა. ამის მეტი არაფერი აგენტი არ არის. ეხლა რა თითოეული რომ პატარაზე ჩავშალოთ რა, ანუ LLM-ი რა არის, ეხლა ამაზე დიდხანს არ გავჩერდები, მე მგონი ყველა მოგვეცით, LLM-ი არის მოდელი, სისტემა, ალგორითმი, რომელიც მიიღებს ტექსტს და აგრძელებს ამ ტექსტს, ხო? ანუ მარტივად რა ვთქვათ, მე რომ ავიღო LLM და მივიცე რაღაც 1 2 3 4 5 6 7 და შევუშვა LLM-ში, დამიბრუნებს 800. იმიტომ რომ LLM-ები გეტრენინგდება, ძალიან ბევრ ტექსტს ვაჩვენებთ, აიღებს ტექსტს, ეუბნებით რომ დავასწავლით, რომ ამ ტექსტის გაგრძელება არის ეს კონკრეტული სიტყვა, ეს კონკრეტული ტოკენი და ეგრე მუშაობს. და ნუ ხო რა 90% ალბათობით მივიღებთ, რომ შემდეგი ტოკენი არის 8. მაგრამ ChatGPT-ს რომ მიწეროთ 1 2 3 4 5 7, დაგიბრუნებთ სხვა რამეს. გეტყვით, რომ ვერ გავიგე რა გინდა კალკულატორს იყენებ თუ რა გნებავს. ხო, რასაც ბევრი ადამიანი ხო არ უკვირდება ხოლმე და მგონია რომ ეგ კონცეფციები საინტერესო არის და მნიშვნელოვანია აგენტურ სისტემებზე, რომ ვიცოდეთ რა ძირითადი განსხვავებები და ეტაპები არის რა. მოგეთ 4 ძირითადი კომპონენტი არის LLM-ების ნაწილში, რაზეც მინდა რომ შევეხო. პირველი მოგეთ არის რომ ეს დასაწყისი LLM-ების ანუ completion-ები, რაზეც უკვე ველაპარაკე რომ ტექსტს მიცემ და აგრძელებს, აი tabs რო ვაწვევით ხოლმე და რაღაც suggestions რო გვიკეთებს, ხო, აი ანუ doc-ში უწერთ, ანუ კოდს წერთ და ნუ რაღაც suggestions აკეთებს, დავაწვევით tabs, ეგ არის 2019 წელი ალბათ, ყოველ შემთხვევაში იმართეთ რა აქტივობაც ეხა ვიცით. შემდეგი არის ეს ჩვენი ჩათი, რომელიც ისევ არის კონცეფცია ის რომ ტექსტი in, text out, მაგრამ განსხვავება არის სტრუქტურაში, ხო, ანუ არ არის მოდელი არ აბრუნებს ყველაზე მაღალ ალბათურ გაგრძელებას, არამედ აბრუნებს პასუხს. ეხლა ეგ ხო, კიდე გვაქვს function calling-ი, ანუ საშუალება როცა LLM-მა ისწავლა თულების გამოყენება, 23 წელს ალბათ. და RL და thinking-ი, ანუ ეს ახლა GPT და ბოლო კლაუდის მოდელები, რომ ჯერ რაღაც thinking წერს, ძალიან ბევრს ფიქრობს და მერე გვიბრუნებს პასუხს, ხო, რამაც იდეაში შეცვალა აბსოლუტურად ყველაფერი ალბათ რა. თავის დროზე რომ ვიძახით ხოლმე რომ pattern matching-ი არისო, მე მგონი მაგის მერე არავინ აღარ იძახის მაგას. ხო, ეხლა მინდა ავხსნა, აი როგორ ვახერხებთ იმას, რომ LLM-ს რო ვასწავლეთ, რომ ტექსტი უნდა გააგრძელოს, როგორ უნდა ვასწავლოთ, რომ კითხვას რო დავუსვო, პასუხი მომწეს. ანუ რო აკერდა მე ვბრუნოს მითხრას, რომ ვერ გავიგე ის 1 2 3 4 5 რატომ მომწერე რა, რის გამოყენებას ვცდილობ. პრინციპი არის ძალიან მარტივი რა. რახან LLM-ი არის ზოგადად ალგორითმი, რომელიც მიიღებს ტექსტს და აბრუნებს ტექსტს, ერთ-ერთი ვარიანტი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, აი რომ რაღაც სტრუქტურაში მოვაქციოთ, ხო? და ნუ ძალიან მარტივი პრინციპია, რომ რაღაც ტოკენები მოვიფიქრეთ, ანუ ეს რაღაც სპეციფიკური სიტყვები და ვარქვათ, I'm start-ი, user-ი, I'm end-ი, I'm start-ი და ასისტენტი რა. და როცა მოდელები ტრენინგდება, ჩვენ ყოველთვის კითხვა-პასუხს, როცა გვინდა რომ კითხვა-პასუხი ვასწავლოთ, ყოველთვის ამ ტოკენებში ვახვეთ და ვასწავლეთ LLM-ს, რომ აი შეცდო დაინახავ user-ს, ეს არის user-ის მოწერილი კითხვა და შენი ამოცანა არის, რომ აი ეს პასუხი დააგენეირო რა. ანუ ამ პატარა რაღაცა ტოკენების манипуляცია და სტრუქტურის შესწრით, სტრუქტურა იდეა ზოგადად იგივეა, ტექსტი შევიდა, ეს ყოფილი ხო ტექსტია საბოლოო ჯამში, უბრალოდ სპეციფიკური რაღაცა ტოკენები შემოვიდანთ, სპეციფიკური სიტყვები შემოვიდანეთ. პრინციპი იგივე. მაგრამ ამით ისწავლა მოდელმა, რომ აქ რო რაღაცა შენ სიტყვას მიწერ, არ აგრძელებს ამას, უბრალოდ, ნუ, ცოტა ისეთია, მაგრამ აგრძელებს, მაგრამ გვიბრუნებს პასუხს. იგივე რამე არის system prompt. System prompt-იც ალბათ გეცოდინებათ, ვინც აკეთებს აგენტურ სისტემებზე მუშაობთ, რომ system prompt-ი
თავიდანვე ძალიან აუცილებელი იყო, იმიტომ რომ როცა ვაკეთებ სისტემას, გვჭირდება რომ რაღაცები წინასწარ გაუწეროთ, უთხრათ რა არის თავისი მიზანი, რა ინსტრუქციები აქვს, რა შეზღუდვები აქვს და ამის მიხედვით ვამუშაოთ, ხო? აქაც არის იგივე პრინციპი, რომ რაღაც სისტემი, აიმ სტარტი, აიმ ენდი და იგივე პრინციპით ვატრენინგებთ რა და ამით ვასწავლეთ LLM-ს, რომ აი აქ რასაც დაინახავ, ეს არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ იერარქია შემოვიდა, ჩვენ მე რო აქ ვეტყვი რომ შენი სახელი არის რაფაელი, მე ვიღაცამ რო უთხრას რომ შენი სახელია დავითი, უნდა უთხრას რომ არა, ბოდიში, მაგრამ ჩემი სახელია რაფაელი, ხო? ანუ ეგეც ხდება ტრენინგის სწავლის პროცესში, რომ აი ახ რასაც დაინახავ, ეს არის შენი ყველაფერი, მოკლედ და ამას მიყევი. თულები, აი წაღარაც ვილაპარაკეთ, ხო? თულები საბოლოო ჯამში ხარ რო ვიძახით ხოლმე, რომ აი LLM იყენებს tools, რაღაც API გამოიძახა, რეალურად რა არის რა? ზუსტად იგივე პრინციპია, რომ რაც წეგან ვილაპარაკე. შემოვიტანეთ რაღაც სპეციფიკური ტოკენები, tool call-ები, LLM-ი აკეთებს აბსოლუტურად იგივეს, აგზელებს ტექსტს, ოღონდ ვასწავლით, რომ შენ მე მოგცემ რაღაც თულების description-ს თავში, ან როგორც system prompt იგივე პრინციპით. და მოდელს ვასწავლით, რომ რაღაცა ესეთი კითხვა რო შემოგივა და თუ თულებში მაქვს მე get weather მაგალითად ფუნქცია, უნდა დამებრუნოს კონკრეტულად ამ სტრუქტურით tool call ტოკენებში გახვეული ეს JSON, სადაც მექნება სახელი და არგუმენტი რა. ანუ ეს არის ჩვენი შემოღებული, შეგვიძლია სხვანაირად შემოგვიღო, ყველა სხვანაირად აკეთებს. ანუ ესეთი სტანდარტი ალბათ მოგეთ ეს არის რა. და ნუ მე აქაც ეს ამ tools მე ავდგები, გავპარსავ, იმიტომ რომ ვიცი რა სტრუქტურითაც მაძლევს, შემოვიტან, გავუშვებ ამ კოდს, დავაბრუნებ პასუხს, შევიტან კონტექსტში და ვაგრძელებ რა. ხო, აი ეს არის ერთი მოდელის მაგალითი, სადაც ნუ სხვანაირ ტოკენებს იყენებენ, აი thinking-დან ნებისმიერი რამ, ყველაფერი არის ამ ტოკენების დამსახურება რა. რაღაც სპეციფიკურ ტოკენებში ვახავთ, იმითი ვასწავლით, რაც გვინდა რომ მოკეთ ისწავლოს და ნებისმიერ რამე შეგვიძლია ვასწავლოთ რა. ხო, ეს ახლა მნიშვნელოვანი არის, რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ვიცოდეთ LLM როგორ ტრენინგდება, აი მაგალითად ის რომ როცა ტრენინგდება LLM-ში იკასტება tool response-ი რა. რაც ნიშნავს იმას, რომ LLM-ი არ სწავლობს tool-მა რა უნდა დააბრუნოს. ხო, შესაბამისად, იმიტომ რომ LLM-მა არც იცის იმ tool-ის პასუხი რა იქნებოდა, მაგიტომაც გვჭირდება tool-ი. LLM-ს ვეუბნებით, რომ შენ უნდა ისწავლო აი ეს გამოძახება, პასუხს მე დაგიბრუნებ. ამიტომ ეს იმასკება. იმასკება ასევე user-ის თან, იმიტომ რომ user-ის თან LLM-ი არ წერს, ხო, ეს არის ადამიანის მოწერილი რა. ამას მე მიუბრუნდები, უბრალოდ თავიდან მინდოდა ამიხსნა, რომ არაფერი განსაკუთრებული და tool-ების გამოყენება system prompt-ი არ არის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სპეციფიკურ ტოკენებშია გახვეული და რასაც გვინდა მოკეთ იმას ვაკეთებინებთ რა. ეხლა რომ დავუბრუნოთ ამ გრაფიკს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესე იგი გვაქვს LLM-ი, გვაქვს tool call-ები, ანუ system prompt-ში თავში გვაქვს წერილი რაღაცა რამდენიმე ათეული tool-ის პირობითად description-ი, სადაც გვიწერია tool-ის სახელი, tool-ის არგუმენტი და ამ შემდეგ. ვუშვებთ ციკლში, თუ LLM-მა დამებრუნა tool call ტოკენები, ვიცი რომ ესე იგი უნდა tool-ის გამოძახება, გავპარსავ, გამოვიძახებ ამ tools environment-ი, ანუ გავუშვებ, რა პასუხს დამებრუნებს, შევიტან კონტექსტში, tool response-ის სახით, tool response-ში გავახვევ, კიდევ ვაგრძელებ, თუ კიდე გამოიძახა tool call-ი, ეს მიდის loop-ში, მანამ სანამ რაღაც მომენტში LLM-ი არ დაწერს უბრალოდ ტექსტს და IM ends. თუ დაწერა IM end-ი და ტექსტი, ესე იგი tool call-ი აღარ ჭირდება და აქ დამთავრდება ჩვენი სისტემა. ხო, ეხლა აგენტები მე მგონი დაახლოებით ეს არის რა ქვია, ყველას გქონიათ შეხება და ხშირად ერევათ ხოლმე workflow-ებთან რა, რომ აი რა არის აგენტი, რა არის workflow და რა განსხვავებაა მათ შორის, ხო? Workflow-ს თავარი განსხვავებული ფაქტორი არის ის, რომ workflow-ში ჩვენ ვიცით და გაწერილი გვაქვს წინასწარ რაღაცა გზა გვაქვს გაწერილი და ვიცით, რომ აუცილებლად პირველ შემთხვევაში ჯერ ხდება რაღაცა ბლოკი, შემდეგ ხდება LLM call-ი, მიუხედავად იმისა, რომ ეს LLM-ი შიგნით გვყავს ჩასმული, ეს აგენტური სისტემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად როცა აქ წავა, ამის შემდეგ სტოპი ხდება, როცა აქ წამოვა, ამის შემდეგ გოჭრილი LLM call-ი ხდება და მოგეთ ანუ აქედან ან ეს გზა უნდა გაიაროს, ან ეს გზა უნდა გაიაროს, ხო? ძალიან მარტივი. ახლა რა განსხვავება ამურში იმ პრინციპით, რომ როდის უნდა გამოვიყენოთ ერთი, როდის უნდა გამოვიყენოთ მეორე, რა ჯობია და მოგეთ ხო, რა პრობლემები არის მანდ რა. პირველი არის ის, რომ თუ თქვენ ამოცანა შეგიძლიათ დაშალოთ ისე, რომ აი ფიქრობთ აი step by step ამოცანას როგორ გადაჭრიდით, თუ ამის წარმოქმნა შეგიძლიათ, ესე იგი workflow გჭირდება და workflow უნდა გამოიყენოთ რა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ რამდენად ეს ტასკი და ეს ამოცანა რაც გიდგათ, არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ანუ მნიშვნელოვანი რა ღირებული იმ გადმოსახედიდან, რომ როგორც იცით LLM-ებს და აგენტურ სისტემებს ჭირდება დიდი გამოცდის რესურსი, ანუ თუმცა არის რაღაც თანხას მოითხოვს ხო, ინფერენსი დიდი რო ჭირდება, ნელია, ძვირია და ამ შემდეგ, ამიტომ გააჩნია რა ამოცანა გიდგათ, თუ ეს ამოცანა არ არის თქვენთვის ძალიან ღირებული, სავარაუდოდ აგენტური სისტემა არ უნდა გამოიყენოთ. მესამე არის ასევე ის, რომ თუ აგენტურ სისტემას იყენებთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ამ პრობლემის გასაჭრელად რა თულები დაჭირდება თქვენ აგენტს. თუ ამ თულების მოფიქრება არ შეგიძლიათ, ან იცით თავიდან რომ რაღაც თულებს ვერ მიცემთ, მაშინ მინიმუმ სკოპი უნდა დააპატარავთ რა, იმიტომ რომ თუ იცით რომ რაღაცა გაკეთება არ შეუძლია, ჯობია რომ სკოპი დააპატარავთ და რაღაცა კონკრეტულია გააკეთებინოთ, იმიტომ რომ იცით რომ იქ ყველაფერად საჭირდება იმის თულები აქვს. და ბოლო არის ის, რომ რამდენად ძვირი გიждდებათ შეცდომა.
ხო, აი მაგალითად ეხლა თუ გავაკეთეთ აგენტი, რომელსაც შეუძლია გადახდა და შეიძლება ჩემი ბარათი რაღაცას დაადოს, ამას უკან ვეღარ წავიღებ, ხო? ანუ რაც არის შეცდომა რომ დაუშვას, მე ძვირი დამიჯდება ამ შეცდომის გამოსწორება. ტექსტზე თუ ვიმჯერებთ, მაგალითად დაწერა ტექსტი Ctrl-Z და არ არის, ხო? ანუ შეცდომა არ არის მტკივნეული. იმიტომ რომ უბრალოდ დავდგები, დავაროლბექებ იმ გაკეთებულ საქმეს და წავალ უკან მოკლედ რა. თუ ეგეთი ვარიანტი გაქვთ, რომ გჭირდებათ აგენტის გამოყენება, მაგრამ ტასკები ესა ერორები არის თქვენთვის ძალიან მტკივნეული, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ human in the loop, ანუ რაც ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში აგენტმა უნდა უთხრას ადამიანს, ანუ ვინც იყენებს კლიენტს, რომ შენ ინდუსტრიის გარეშე მემას ვერ გავაგრძელებ და როცა ბარათს გადახდაზე მივა, უნდა უთხრას, რომ დამიდასტურა ბარათს გადახდა. ხო. ეხლა რა არის მულტიაგენტური სისტემები რა? აგენტი როგორც ვთქვით არის LLM თული და while ციკლი. მულტიაგენტური სისტემა არის როცა ყავს ბევრი აგენტი რა. პირველ რიგში რატო გვჭირდება საერთოდ მულტიაგენტური სისტემა? და მოდი მაგაზე ვფიქროთ, რომ რატო არა ერთი აგენტი და რატო ვერ გავაკეთებ ერთი აგენტით ყველაფერს, რო? პირველი ინტუიციურად ეხლა რომ დავფიქრდეთ ნებისმიერი ტასკი, რაც არ უნდა ავიღოთ, ძალიან ინტუიციურად ჟღერს და ჩვენთვის გასაგები არის, რომ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხო, ანუ ყველა კომპანიას ყავს რაღაც მენეჯერი, ყავს სხვა დეველოპერი, ყავს ტესტერი, თითქოს როლები განაწილებული არის და ინტუიციურად გონია, რომ მოდი გავაკეთოთ აგენტი, ერთი იყოს მენეჯერი, მეორე იყოს რისერჩერი, მესამე იყოს კრიტიკოსი, რომელიც მე ამას გადაუმოწმებს, ამდენად ყველაფერი კარგად გააკეთა. რეალურად ძალიან კაია. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვყავდეს დამოუკიდებელი აგენტები, რომელსაც თავისი განსაზღვრული კონტექსტი აქვს, თავისი განსაზღვრული თულები აქვს, იმ თავის საქმეში ძალიან მაგარი არის. ასევე ბენეფიტია ის, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავაპარალელოთ, თუ რაღაცის არისერჩება მინდა მაგალითად დავაკეთებ research, deep research აგენტს მაგალითად, რატო უნდა გავაკეთებ ნუ ერთ აგენტს მთელი საქმე, ხორცი შემიძლია რომ 10 აგენტი გავაკეთო მაგალითად და 10-ი თავთავისი საქმე პარალელურად გავუშვა, ყველაფერი მოსაჩვენო მოიტანა და მე დავააგრეგირო. ნუ reusability ასევე რომ მე თუ აგენტს გავაკეთებ მაგალითად, რომელსაც research-ი ავალია, მე research-ის კარგი ექსპერტი არის, რას დავარესერჩებ პრობლემა არა, მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ ეგეც ძალიან კაია, რომ შეგვიძლია მე რაღაცებში გამოვიყენოთ. მულტიაგენტურ სისტემებში მოგეთ რაღაც პატერნები არსებობს, ხო, ეხლა ყავს ერთი აგენტი, ყავს 10 აგენტი, როგორ უნდა დავაკოორდინიროთ, ხო, რომ ნუ არის სტანდარტული პატერნები, სუპერვაიზორი, ალბათ ყველაზე უფრო გავრცელებული, სადაც ყავს ეს მენეჯერი, რომელიც აკონტროლებს პატარა სხვა აგენტებს, გადასცემს ტასკს, მიიღებს ტასკს, მე მეორე აგენტს გამოიყენებს, ასე შემდეგ. მაგრამ ამ აგენტებს, პატარა აგენტებს ერთმანეთში კომუნიკაცია არ შეუძლიათ. ნუ არის ნეტვორკი, სადაც ყველა-ყველას ელაპარაკება, არის იერარქიული, არის custom და ასე შემდეგ რა. ანუ ეს კი ცალკე ამბავი არის, რომ როცა აკეთებთ აგენტურ სისტემას, რომელი არქიტექტურა და რომელი სისტემა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა მინდა ვილაპარაკო იმაზე, რომ რამდენად იცვლება პარადიგმა. იმიტომ რომ მგონია, რომ ვინც ანტური პროგრამირებიდან მოდიხართ და აგენტებზე მუშაობა დაიწყეთ, ყველა მე შეცდომა დაუშვით, რომ თქვენი ფიქრი სხვანაირად არის მოწყობილი, ვიდრე აგენტურ სისტემებზე ჭირდება. ხო? რომ აგენტური სისტემა საერთოდ სხვა რამე არის ანტური პროგრამირებიდან განსხვავებით. ეხლა რას გულისხმობ, ხო? პირველი არის ის, რომ აგენტურ სისტემაში ჩვენი წინასწარ არ გვიწევს, მოვიფიქროთ რაღაც ამოცანა რო შემოვა, ამან რა უნდა გააკეთოს. ამაზე ფიქრი და ის რომ ამის მერე ეს უნდა მოხდეს და ეს თუ არ მოხდა მე რა უნდა მოხდეს, ამაზე არ ვფიქრობთ. ვაკეთებთ LLM-ს, ვწერთ ძალიან კარგ system prompts, უწერთ ყველა იმ tools-ს, ვიცით რომ დაჭირდება და მორჩა. რაღაცა goals, ანუ იმას მიზანს დაუწერთ და დანარჩენს თვითონ გაიკლავს მოკლედ გზას. ანუ მიდგომა არის რაც სხვანაირი რა, ანუ უწერთ მიზანს, system prompts, tool-ებს და არ ვფიქრობთ სხვა დანარჩენზე რა. ასევე ძალიან დიდი განსხვავებული ფაქტორი არის აი ეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ერთ და იგივე input-ი გქონდეთ, ანუ ზუსტად იგივე მონაწილე გქონდეთ, იგივე system prompt-ი, tool call-ები, ყველაფერი იგივე გქონდეთ, ორჯერ რო გაუშვა, სხვადასხვა შედეგს მიიღებთ რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაითვალისწინოთ, რომ არ მოელოდეთ იმას, რომ რაღაცა პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად იგივე გზას გაივლის. ეგ ადამიანის ხო ეგრე არის, ხო, რაღაც ამოცანას მე როცა ვაკეთებ, არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ამოცანა ერთ და იგივე გზას გავაკეთო, ხო, შეიძლება სხვა რაღაცა გავაკეთო და საბოლოო ჯამში ისევ სწორად ამოხსნა ესა ხო ამოცანა. და ასევე ეს რასაც გონი რომ არავინ არ აღნიშნავს, არის ის, რომ აგენტებს შეუძლიათ თუ რამე დაფეილდა თავისი თავი, ანუ დაფეილებიდან ამოძრომა, ესე ვთქვათ რა. ანუ შეიძლება რაღაც tool-call დაფეილდეს, რაღაც არასწორად გააკეთოს სისტემა, მაგრამ აგენტს შეუძლია რომ მიუხედავად მაგ დაფეილებისა, სწორად ამხოს ამოცანა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც არ ვართ მიჩვეული, ესე ვთქვათ, ფიქრის პროცესში რა. ხო, მოგეთ ამ მიზეზების და გამო იყო რომ და არის რომ ეს აგენტები არის ძალიან hype-ში, ხო, რომ ყველა იცახებს რომ მულტიაგენტური სისტემა მაქვს, ყავს ჯაჯი, მენეჯერი, ისა აკეთებენ ძალიან დიდ აგენტურ სისტემებს. ჩვენ მაგალითად დავიწყეთ 15 აგენტი ყავდა, ელემენტარულ დაწესებულებად 15 აგენტი გავაკეთეთ. ყავდა იქ ვიღაცის შემფასებელი, რაღაცის ტესტერი, გადამოწმებელი და ნუ რაღაცა ძალიან დიდი მახინა გავაკეთეთ ელემენტარული ამოცანა გადასაჭრელად რა. და მივადექით რამდენიმე პრობლემას. და გონია რომ ვინც აგენტურ სისტემაზე მუშაობთ, აქედან რომელიმე მაინც აუცილებლად გეცნობათ. ნუ პირველი არის ის, რომ მულტიაგენტური სისტემის დამენეჯება არის ძალიან რთული.
მაგალითად რომ მოვიყვანოთ, წარმოიდგინეთ თუ ყავს რაღაც ერთი აგენტი, თქვათ კომუნიკაციის მენეჯერი და customer support-ს ვაკეთებთ მაგალითად და ნუ ამას ყავს რაღაც დაქვემდებარებაში საბაგენტები და რაღაც ტასკი რო შემოვა, ჯერ ელაპარაკება კლიენტს, რაღაც მომენტში მიხვდება რომ უნდა გადააწოდოს ტასკი საბაგენტს, გაუშვებს პირველს, მეორეს პარალელურად მუშაობენ, ID preset-ში როგორც არის ხო მაგალითად და მე ყავს ცალკე აგენტი, რომელიც ამ ორის პასუხს დააგრეგირებს და საბოლოო შედეგს დაგვიბრუნებს რა. ეხლა აქ პირველი ნიშანი რაღაცაც არის ის, რომ ეს აგენტიც ამას საბაგენტს გადააწოდებს ტასკს. ეს არის შეგვიძლია tool call-ი, ხო? ამ შეგვიძლია რაღაც tool-ი შემოვიტანოთ კონტექსტში delegate to agent 1 პირობითად და რაღაც არგუმენტი გქონდეს task definition. და როცა ამ tool-ს გამოიძახებს, ჩვენ მივხვდებით, რომ okay, ამ აგენტის გამოძახება უნდა, დავალ task-ი გვაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის ძალიან დიდი ინფორმაციის დანაკარგი, როცა ორი აგენტი ერთმანეთში კომუნიცირებს, ძალიან დიდი ინფორმაციის დანაკარგი გვაქვს რა. რატო? იმიტომ რომ აგენტურ სისტემებში კომუნიკაცია არ არის მხოლოდ დამოკიდებული საბოლოო პასუხზე და საბოლოო task-ზე. კონტექსტი ჭირდება არა მხოლოდ ტასკიან რა უნდა გააკეთოს, არამედ მთლიანი ის კონტექსტი, რაც პირველ აგენტმა გაიარა. თუ ეს ანუ ის შეცდომები, ის პროცესები, რაც თავარ აგენტმა გაიარა, აუცილებლად უნდა იცოდეს პატარა აგენტმაც, ანუ სხვა აგენტმა. სხვა შემთხვევაში მოკლედ შეიძლება ეს სამშენი გააკეთოს სხვა და სხვა რაღაცა მივიღოთ საბოლოო ჯამში. პირველად რაც იფიქრებთ არის ის, რომ ოკეი, მაშინ მოდი ამ საბაგენტებს გადავცეთ თავარი აგენტის კონტექსტი, ხო? ანუ მიიღოს მთლიანი თავისი კონტექსტი და შემდეგ რაცაც თვითონ დააგენერებს, მოკლედ მაგასაც დაინახავს და ნუ ეს ბოლო აგენტი კიდე ყველაფერს ხედავს. აქ პრობლემა რა არის? ეს თავისთავად იმაზე უკეთესი არის, მაგრამ ამასაც აქ პრობლემა, იმიტომ რომ როცა ორი აგენტი პარალელურად ეშვება და ამ აგენტებმა ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ იციან, თუ ეს აგენტები არიან long run-ი და თუ ეს აგენტები არ არიან მარტო read-only, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ აგენტებს ერთმანეთთან კონდეთ ისა რა ქვია, რაღაცა პრობლემები რა, ანუ რაღაც ინფორმაციის override გააკეთვა, იმიტომ რომ საშერო კონტექსტია, ხო? პროგრამირებაშიც დაპარალელება, ვისაც კი მუშაობთ, ძალიან მარტივი ანალოგიაა, რომ თუ რაღაცა ორი სისტემა მუშაობს, რომ საშერო მემორია აქვს, ძალიან მოკლედ ცუდი პატერნი არის რაღაც მომენტებში. და ნუ ალბათ ყველაზე ბოლო ვარიანტი რაც ვიფიქრებთ არის, რომ ოკეი, მაშინ თუ ეგეც არ გამოდის, ავიღოთ და პირველი აგენტის მერე მეორე აგენტი გავუშვათ, ანუ sequential-ი გავუყვეთ და ყველა მის წინა ყველა კონტექსტი დაინახოს. რაც ლოგიკურია და რაც მუშაობს ხშირ შემთხვევებში. ხო, მაგათ ერთი აქ რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერ აგენტებს შორის კომუნიკაცია არის ინფორმაციის დანაკარგი. ამიტომ რაც უფრო შევამცირებთ აგენტების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მით უფრო უკეთესია საბოლოო ჯამში. ასევე ერთი კარგი მაგალითი რაც მგონი არის ის, რომ თუ თქვენ ყავთ რაღაცა სისტემა, პირობითად 10 აგენტით, ხო, სადაც ასევე ეს აგენტები განსხვავდებიან თავისი ბუნებით, ხო? ზოგი აგენტი არის read only, ზოგი არის short, ანუ მალე ამთავრებს თავის სამუშაოს, ზოგი არის long running, ზოგი არის ისეთი, რომელსაც ჭირდება ადამიანის დაეპროვება, მაგალითად ეს, ხო? რაღაც მომენტში თუ ეს იხდის ბარათით, ადამიანს უნდა დაუძახოს. ეხლა აქაც რა ხდება, ხო? ადამიანი ემუშავება, ადამიანს რაღაც ჩათი აქვს, ემუშავება ერთ სისტემას და ადამიანი არც იცის, რომ უკან 20 აგენტი ყავს პირობითად მე რა. რა ხდება მაშინ, თუ ამ აგენტს უნდა რომ კითხოს ინფორმაცია ადამიანს, რომ დამიდასტურე, ამ ადამიანმა რაღაც ისეთი მიწერა, რომელი კითხვაც და რომელი ხო, კითხვაც დამოკიდებული არის სხვა ინფორმაციებზე რა. ან თუ აგენტ 2-მა არ იცის ინფორმაცია აგენტის და აგენტის რამის შესახებ, როცა ადამიანი მიწერს, იმიტომ რომ ადამიანმა არ იცის რომ 10 აგენტი ელაპარაკება, ხო, ადამიანი ელაპარაკება ყველას ერთდროულად, ერთი არხის გავლით. ამიტომ ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ადამიანმა რამე ისეთი მოიწეროს, რომელსაც დაჭირდება სხვა აგენტის კონტექსტი. და მაშინ რა ხდება, ხო, ორი ვარიანტი არის. ერთი ვარიანტია, რომ აგენტ 2-მა აგენტ 1-ს უთხრას და აგენტ 1-ის გავლით აკეთოს ყველაფერი, ანუ უთხრას, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ და წადი ახლა ადამიანს უთხარი, რომ ეს დამიდასტუროს, ეს მითხრას, ამან დაუბრუნოს უკან და ეს მუშაობს, ძალიან კაია. თუმცა ნუ ამასაც კიდევ ცალკე პრობლემები აქვს. პრობლემები აქვს ძირითადად კონტექსტს რა. როგორც ვთქვით, ამ ელემენტს რაღაც განსაზღვრული რაოდენობის კონტექსტი აქვს, თქვათ მილიონი და ნიშნავს, რომ მილიონ ტოკენზე მეტ ჩვენ ვერ ჩავატებთ კონტექსტში რა. ერთია რამხელა კონტექსტი აქვს, მეორეა რამდენი არის ეფექტური კონტექსტი. ვიცით რომ მაგალითად 200,000-ის შემდეგ უკვე არაეფექტური კონტექსტია. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია LLM-ს ამ კონტექსტში ჩატევა, ბევრი პრობლემები მოდის. ამიტომ თუ ჩვენ გავუყევოდით იგივე პრინციპით, რაც წეგან ვილაპარაკეთ, აი ამ პრინციპით, ხო? ან აი ის წეგა რაც აღნიშნეთ, რომ ყოველთვის ასე გავუყევით, აუცილებლად მიადგებით კონტექსტის პრობლემას და დაგჭირდებათ კონტექსტ ინჟინერია. კონტექსტ ინჟინერია არ არის დიდი ხანი რაც გაჩნდა, შეიძლება prompt ინჟინერია გაგებული გქონდეთ. რომ თავისუფლად prompt ინჟინერია იყო, რომ როცა ახლა ვიცით რომ აგენტებს ჭირდება კარგი prompt-ები, system prompt-ები, ეს tool-ები, ყველაფერს ჭირდება დაფრონტოს ვეძახდით და ამიტომ იყო prompt ინჟინერია, მაგრამ მე მივხვდით რომ LLM-ისთვის მარტო prompt-ები კი არა, ზოგადად ყველაფერი მნიშვნელოვანია tool-ები, tool-ის response-ები, რაც აკეთებს მოკლედ და ყველაფერი კონტექსტი. ამიტომ ეხლა ვამბობთ რომ არის კონტექსტ ინჟინერია და არა prompt ინჟინერია, იმიტომ რომ კონტექსტ ინჟინერია მოიცავს არა მარტო prompt-ებს, არამედ ბევრ სხვა დანარჩენ რაღაცებს, ხო? ეგ არის memory, ფაილები, search-ი, execution-ი, tool-ები და ასე შემდეგ რა. ეხლა კონტექსტის ხო ანუ საბოლოო ჯამში იდეაში სხვანაირად ვერც გამოვიდოდა ხო რა ხან ვიცით რომ LLM-ი არის
ტექსტი იღებს, ტექსტს აბრუნებს, შესაბამისად ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, რა ტექსტს მიიღებს. ანუ ყველაფერი არის კონტექსტ ინჟინერია, მეტი ამის ეკეთ არაფერი არ არის. ეხლა კონტექსტ ინჟინერიის ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე ეტაპი არის, პირველი არის system prompt-ი. და პირველი შეცდომა რაც მე დავუშვი მაგალითად და გირჩევთ რომ არ გამიმეოროთ, იყო რომ არ დავხარჯე ბევრი დრო system prompt-ის დაწერაზე. და მგონია რომ ყველაზე კარგი რჩევა იქნება რომ invest in your system prompt, ანუ დახარჯეთ ძალიან ბევრი დრო თქვენ system prompt-ზე. და როგორც ეს system prompt-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ყველაფერი არა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია system prompt-ში გეწეროთ ყველაფერი, როლი, goal-ი, კონტექსტი, workflow, instruction-ები, example-ები, შეზღუდვები, ასე შემდეგ. კონტექსტი როგორც წესი ხარ, რომ გადახედოთ და ნახოთ, აი წარმატებული აგენტური სისტემა რაც არის ხოლმე 10000, 20000, 30000 ტოკენი. 30000 ტოკენი ნიშნავს, რომ ანუ დაახლოებით 100 გვერდი წიგნი არის. ანუ წიგნი უნდა დაწეროთ. წიგნს ვერ დაწერთ ნახევარ საათში, ვერ დაწერთ ერთ დღეში. შეიძლება ერთი კვირა დაწეროთ და მე კიდე გადახედოთ რაღაცები გაასწოროთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სისტემებში დახაროთ ძალიან ბევრი დრო. რაც ნიშნავს, რომ სისტემებში არ უნდა იყოს ძალიან სპეციფიკური, არ უნდა იყოს ძალიან vague, უნდა იყოს რაღაც საშუალო ოქროს კვეთაში, რომ ყველა, ანუ მინიმალური საჭირო ინფორმაცია უნდა მიცეთ, რაც საჭირდებოდა ტასკის შესრულებად. ოღონდ მინიმალური არ ნიშნავს ცოტას. ჩვენ მაგალითად გვაქვს 20000-იანი სისტემ პრომპტი, 20000 ტოკენიანი. ხო, ასევე ძალიან კაი პოინტი მგონია რომ არის, რომ იფიქროთ ის როგორც აგენტი იფიქრებდა. ანუ როცა ეხა წერთ system prompt-ს და როგორც უკვე აღნიშნე, 100 გვერდი არის, 100 გვერდ წიგნს რო დაწერ, აღარ გახსოვს პირველ გვერდზე რა გეწერა, მესამე გვერდზე რა გეწერა, 30 გვერდზე რა გეწერა, ხო? ამიტომ ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ბოლოში რო გახვალთ 1-2 კვირის მერე აღარ გახსოვთ რა აწერეთ რა. ამიტომ ძალიან კაი არის ხოლმე, რომ გადაეკითხოთ მთელი system prompt-ი თავიდან ბოლომდე და წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ რომ მხოლოდ ეს ინფორმაცია გქონდეთ, რა system prompt-ი წერია, როგორ მოიქცეოდით. საკმარისი არის თუ არა ეს system prompt-ი და დაგაბნევდათ თუ არა, რამე პრობლემები ხო არ იქნებოდა. მგონია რომ დებაგირებისთვის ძალიან კაი საშუალება არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის prompt caching-ი, რომ system prompt-ი ისე დაამენეჯოთ, რომ ქეშირება აბსოლუტურად ბოლომდე გამოიყენოთ, იმიტომ რომ ქეშირება ნიშნავს 10-ჯერ უფრო იაფ და რა ქვია თანხას, ბევრად უფრო სწრაფია, time to first token უფრო სწრაფია. მოგეთ ქეშირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ system prompt-ი არ უნდა იყოს ცვლადი. ქეშირება რაც ნიშნავს ხო, რომ როცა inference ვაკეთებთ, prefix-ი არ უნდა შევცვალო, ანუ თუ რაღაცა system prompt-ი მქონდა, LLM-მა გამოიძახა რაღაც სულქოლი, ეს სულქოლი მივაწევე და გავაგზელე, prefix-ი არ უნდა შევცვალო, ანუ system prompt-ი არ უნდა შევცვალო, ანუ წინა კონტექსტი არ უნდა შევცვალო, რომ არ დავარღვიოს prompt caching-ი, იმიტომ რომ თუ იგივე რაღაცებს დავტოვებ, თანამედროვე მოდელები, ყველა GPT, Claude და ასე შემდეგ, ყველა prompt caching-ი აქვს, ყველა ინახავს და 10-ჯერ უფრო იაფია მოკლედ რა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგენტს საშუალება მიცეთ, რომ თავისთავად განავითაროს. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგენტ დააწეროთ system prompt-ი. ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დავუშვით. რომ თავიდანვე ამბობ, რომ გეზარებას რომ დაწერა, აუხსნი რისი გაკეთება გინდა და ძალიან კარგი system prompt დაგიწერს, ხო? Markdown-ი, HTML-ი, XML-ი და ძალიან კაია რა, ყველაფერი ლამაზია. მაგრამ მგონია, რომ ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, ერთ-ერთი system prompt-ი დაწერის და ჯობია რომ დაწეროთ თქვენით აბსოლუტურად ნოლიდან და შემდეგ გამოიყენოთ აგენტი იმის, რომ გადაამოწმებინოთ, ნახოთ რაიმე ხო არ გამოგეპარათ, რამე ერთმანეთ ინფორმაცია კონფლიქტური ხო არ არის. აუხსნათ, რომ ხოდან-ხოდ ეს ინფორმაცია რო გქონდეს, აბა მომიყევი როგორ წარმოგიდგენია environment-ი, ხო? აი მაგალითად ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, რომ ბევრი აი ეს არის შენი prompt-ი და ამ prompt-ის საფუძველზე ამიხსენი environment-ი, რასაც ხედავ როგორ გამოიყურება რა, ანუ workflow როგორ გამოიყურება შენი აზრით და ხვდები მაგიდან, რომ თურმე შენ რაღაცა ესამშენები გააკეთე, როცა system prompt-ს წერდი და რეალურად ეს system-ში არ დაგიწერია. რა ძალიან ხშირია ხოლმე ეგ პრობლემა, იმიტომ რომ system prompt-ს წერა, შენ ახლა კონტექსტი გაქვს თლიან business value-ზე, თლიან business-ის როგორ მუშაობს და რაღაცებს ესამშენებს აკეთებ, ხო, რომ აი ამას მიხვდება, არც აძალებ ტვინს, რომ რაღაცები დეტალურად დაწერო და ძალიან კარგი ხვდები ხოლმე, რომ აგენტს ეუბნები, გეუბნება, რომ აი აქ რაღაცა ვერ გავიგე კარგად და ეს რას ნიშნავს, ან ეს რაღაცა ზედმეტი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის თული. როგორც უკვე ვთქვით, system prompt-ი და თული, ეს ორი რაღაცა გვაქვს, ხო? ამიტომ ორივეს უნდა დავუთმოთ ძალიან დიდი დრო და თულში არის 4 რაღაცა, ხო? გვაქვს თულის სახელი, არგუმენტი, description-ი და response-ი. 4-ვე ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანია. ნუ შეიძლება ბოლო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის. და რას ნიშნავს, ხო, რომ უნდა ეცადოთ, რომ აუცილებლად თულები იყოს, რაც შეიძლება ცოტა და რაც შეიძლება ატომური და რაც შეიძლება scalable. ანუ მაგალითად თქვენ თუ გააკეთებთ tools, რომელსაც ტერმინალის გაშვება შეუძლია, ტერმინალში მე შემიძლია უამრავი ტიპის, ანუ ჩათვალეთ ყველაფრის გაკეთება შემიძლია ტერმინალიდან, ხო? თუ მივცემ საშუალებას, რომ ინტერნეტში დასერჩოს, ძალიან ბევრი მოცეკეთება შეუძლია. ამიტომ არ უნდა გააკეთოთ ესეთი თულები, რომელიც არის რაღაცა კონკრეტულზე მორგებული, რამდენიმე თული ერთმანეთის მსგავსი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ confusion-ს იწვევს და რაღაცა თუ მაინც და მაინც რაღაცა კატეგორიების მიხედვით გვაქვს თულები დაყოფილი, შეგიძლიათ რომ პრეფიქსები გამოვიყენოთ ერთ და იგივე რომ მაგალითად customer დაბალიტია და შემდეგ უკვე რასაც აკეთებს უკეთ ისწოდი რომ ელემენტი შენი კარგად გააკეთოს და მივხვდეთ რომ ეს რაღაც ამდენიმე თული ერთმანეთთან მოგეთ ახლოს არის რა. Description-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანაკლებ system prompt-ისგან არ არის ხოლმე როგორც წესი პატარა, არის ძალიან დიდი, ასევე Markdown-ი, XML-ი, ძალიან კარგად რომ იკითხებოდეს,
დაწეროთ უნდა ზუსტად რას აკეთებს tool-call-ი, როდის უნდა გამოიყენოთ და როდის არ უნდა გამოიყენოთ, არის ძალიან კაი პრაქტიკა და ასევე successful criteria რა არის, რომ რა შემთხვევაში არის წარმატებულად ეს tool-call. და ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ყველაზე ნაკლები ყურადღება დაუთმეთ, არის ის, რომ tools რო გამოიძახებს, ძალიან კარგად უნდა გქონდეს საწყობელი feedback სისტემა, რომ რა ხდება, ანუ ამ tool-ის გამოძახებამ და execution-მა რა გამოიწვია სისტემაში რა. ეგ ყველაფერი აუცილებლად უნდა შემოიტანოთ კონტექსტში. მაგალითად, coding ანგეტებს თუ ვაკეთებთ, რაღაცა ფუნქციას რო დაწერს, შეგვიძლია კოდი დაუბილდოთ და ვნახოთ, რომ იმპორტი აკლია და დაუბრუნოთ tool-ის რესპონსად, რომ ჯიგა რომ აქ რაღაცა იმპორტი გაკლია. ანუ feedback-ი შევკრათ ისე, რომ საშუალო მოცით LLM-ს, რომ გარდა იმისა, რომ tool-ის execution-ი გააკეთა, ხედვა გქონდეს იმაზე, ამ execution-მა და ამ tool-ის გამოძახებამ სხვა რა ფაქტორები გამოიწვია, ხო? ანუ ID-ში ჩვენ ხედავთ, რომ რაღაც გაგიწითლებს და ხვდები, რომ რაღაც პრობლემა არის, მაგრამ LLM-ს ვერ ხვდება. ამიტომ ჯობია, რომ ძალიან კარგი feedback სისტემა გქონდეთ, ნებისმიერ დარწმუნებულად ნებისმიერ ტიპის task-ს შეგიძლიათ ეგეთ რამე გააკეთოთ. რა რაღაც არის დავალიდირებად შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რომ რამე პრობლემა დაიჭროთ და LLM-ს დაეხმაროთ, რომ ამ ეს tool-ი რო გაუშვი, კი გაეშვა და შეინახა რაღაც, მაგრამ რაღაცები გააფუჭა. ასევე ძალიან კაია რომ tool-ები იყოს მოქნილი. მაგალითად თქვენ თუ აკეთებთ tools არის რაღაცა read file, ჯობია რომ იყოს რაღაცა read file from tool, ხო მაგალითად, იმიტომ რომ ეხლა ადამიანის წიგნს რო კითხულობს, საშუალება მაქვს მე რომ წიგნი გადავშალო რაღაცა 500 გვერდიანი თუ არის დავიწყო კითხვა მე-300 გვერდიდან, ხო პირობითად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იგივე საშუალება მივცეთ LLM-ს, არ ჭირდება ხოლმე აუცილებლად რომ ყოველთვის 10 წიგნი წაიკითხოს, როცა მაგალითად აკეთებს search, დაინტერესებს რა წიგნები გვაქვს პირობითად ბაზაში. შეიძლება მხოლოდ პირველი გვერდი წაიკითხოს, რომ ხა ადამიანის ტექსტს რო კითხულობს, მთლიან კონტექსტს არ კითხულობს, რომ რა პირველ ტექსტს ჩახედავს მხოლოდ. და იგივეა რაღაცა თუ ინფორმაციის ამოღება უნდა, საშუალება უნდა მივცეთ, რომ რაღაც დეტალური ინფორმაცია ან სამერის ამოღება შეძლოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ ჭირდება ხოლმე დეტალური ინფორმაცია, ამიტომ კაი არის ხოლმე რომ თუ tool-ებს აკეთებთ, მაქსიმუმად მოქნილი იყოს ეს tool-ი, რომ ყველანაირ საშუალებას აძლევდეს LLM-ს, რომელსაც ძალიან მოქნილად გამოიყენოს ეს tool-ი რა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ tool-ები გაიტესტოს ცალ-ცალკე და შეგიძლიათ თუ როგორ გააკეთებს რაღაც ცალკე ტესტებიც დაწეროთ და ეს კაია, იმიტომ რომ კლასიკურ პროგრამირებას გავს. და ასევე ძალიან კაი stress test-ი არის ხოლმე, როცა აგენტს გავუშვებთ ისე, რომ tool-ი error-დება და ნახავთ რას აკეთებს ამ შემთხვევაში, თუ ამ tool-ი დაერორდა, შეუძლია თუ არა ამ პრობლემიდან ამოძრომა. ეხლა ხო, მოგეთ როგორც რო შევაჯამოთ ეხლა ესე იგი ვილაპარაკეთ აგენტისთვის რა არის ძირითადი ორი ფაქტორი, არის system prompt და არის tool-ი, ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორივეში ძალიან ბევრი უნდა დახარჯოთ. მაგრამ შემოდის ახლა რა როგორც წესი, როცა აგენტი ეშვება, ძალიან ბევრი რამე აქვს შესაკეთებელი, ხო? არის რაღაცა planning-ი უნდა გააკეთოს, search-ი, execution-ი, memory, ვალიდაციები, thinking-ი, human development-ი და მილიონი საქმე აქვს შესაკეთებელი მოკლედ. ზოგი რაღაცა, იმიტომ რომ UI-ში რაღაც გამოვიტანოთ, ზოგი რაღაცა, იმიტომ რომ თვითონ ჭირდება და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც წესი, ძალიან მარტივია რომ კონტექსტს მიარტყათ. რომ ძალიან მარტივია რომ მიუხედავად იმისა რომ მე რაღაცა 1 მილიონი კონტექსტი ბევრი გგონია, ძალიან სწრაფად მიხვალთ მოკლედ იმ ტოკენების რაოდენობაზე, რომელიც პერფორმანსს დაგიგდებს და ეგრიც კი ალბათ მერყეობს ბოლო დროინდელ მოდელებში 150-დან 200 ტოკენამდე. კონტექსტის ნაწილში 4 ძირითადი პრობლემაა რა. Context poisoning, distraction, confusion და clash. ხა ეს რა არის? ანუ პირველი არის ის რომ როცა მოდელი კონტექსტში ხედავს რაღაცა ისეთ არასწორი ინფორმაციას და შემდეგ ამ არასწორი ინფორმაციას ყოველთვის იმეორებს. ანუ მაგალითად Google-ს რაღაცა Gemini რო თამაშობდა Pokemon-ს, რაღაც მომენტში შემთხვევით გამოიგონა რაღაც აიტემი და შემდეგ ყოველთვის ამ აიტემს იყენებდა შემდეგ თარნებზე რა. Distraction-ი არის როცა ძალიან იზრდება კონტექსტი და LLM-ი კარგავს ფოკუსს, ანუ აღარ იცის მისი goal-ი რა იყოს, system prompt-ში რო გაწერილი ვახ რომ შენი მიზანი არის ეს და ეს უნდა გააკეთო, ეგ აღარ ახსოვს, იმიტომ რომ კონტექსტი ძალიან დიდია და ავიწყდება მისი დანიშნულება რა იყო. Confusion-ი არის როცა რაღაც ინფორმაცია დამატებითად გვაქვს კონტექსტში შემოტანილი უბრალოდ. აი მაგალითად როცა რაღაც tool-ი აქვს ზედმეტი რა. აი წარმოვიდგინეთ coding აგენტი ყავთ და რაღაც tool-ი აქვს რაღაც უგაზრო tool-ი, რომელიც არაფერში არ ჭირდება რა coding-ში რა. ეგ არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნე, როცა ელემენტი ტრენინგდება და data მზადდება ამისთვის, ძალიან რთულია რომ ისე დაატრენინგო ელემენტი data მოამზადო, როცა ყველა ეგეთ მაგალითს გაითვალისწინებ. ხო, გექნება tool-ები, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი და ასწავლო რომ აი ეს tool-ი არ უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ, ჩვენ მაგას დავატრენინგებთ ელემენტებს. ვაკეთებთ სპეციალურად რომ რაღაც tool-ებს ვიღებდით, ზოგ random tool-ს ვამატებდით შიგნით, იმიტომ რომ ესწავლა რომ რაღაც tool-ები შეიძლება დაგხვდეს, რომელიც არ დაგჭირდება და არ დაიბნე, tool-ების სახელებს ვარანდომებდით, არგუმენტებს ვარანდომებდით, იმიტომ რომ შუში შემთხვევაში არის ხოლმე რომ tool-ი შეიძლება კარგი არ იყოს და ელემენტი დაიბნეს უბრალოდ რა. და ხო, context clash-ი არის, როცა რაღაცა ინფორმაციები ან რაღაც tool-ები ერთმანეთის ეწინააღმდეგება რა და ეგ ძალიან ხშირია, ხა 100 გვერდიან წიგნს დაწერთ და ამერწმუნეთ აუცილებლად იქნება რაღაც ინფორმაციები, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. აი გამოსავალი რა არის, ხო ამ 4 პრობლემას მოსაგვარებლად. პირველი ყველაზე სტანდარტული არის RAG, რომელიც ალბათ ყველამ ვიცით, რომ როცა LLM-ს გავუშვებთ,
არის აუცილებელი LLM-ს ყველაფერი კონტექსტში კონდეს, წავიდეს, რაღაც ფაილებს ჩახედოს, იქიდან ფაილები შემოიტანოს, თულებზეც მათ შორის კეთდება ეგ და ეგეც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი მაგას ჩვენ გავიგეთ ახლა ეგეთ რაღაცა რომ თული მაქვს 100 პირობითად რა და არ ვიცი რომ ერთი თული შემოვიტანოს წინასწარ და გავიგეთ რაგი თულებზე ხო? ო შევხედო ახლა თუ ამოცანა არის PDF-ის გენერაცია და PDF-ის თულები შემოვიტანო. თუ არ არის სხვა თულები შემოვიტანო System Prompt-ში ხო? ეხლა რატო არის ეგ პრობლემა? წარმოვიდგინე სიტუაცია როცა რაღაც ერთი თული შემოვიტანე, LLM-მა გამოიძახა ეს თული, მე ეს თული მე წავშალე System Prompt-იდან და ახალი თული შემოვიტანე. ეხლა რა ხდება? LLM-ი System Prompt-ში ხედავს რომ რაღაც თული გამოიძახა, რომელიც არ აქვს აღწერაში. და როგორც ეგ ანალოგიურად LLM ტრენინგდება ისე, ვასწავლით რომ ზემოთ ხედავ თულების აღწერებს, რაც შეიძლება რომ გამოიყენო რა ოპშენებიც გაქვს და მე ამ თულებს იძახებ და აქ ხდება სხვა რამე. ისეთი თულს ხედავს, რომელიც თითქოს თავისი წერილი არ არის, ხო? ანუ რაღაცა თული არის, რომელიც აღწერაში არ აქვს. და ეგ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეგეთი რამე არ მუშაობს როგორც წესი და ასევე როცა რამე ქირურგიასთან გექნება საქმე და კონტექსტი ინჟინერისგან, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ რამე ესეთი არ გააკეთოთ, რომელიც LLM ტრენინგდება. აი თავში მაგიტო ვახსენე, რომ თულის რესპონსი ატრენინგდება, ამიტომ მან თავისუფლად თუ რაც გინდათ შემოიტანეთ, LLM-ი არ სწავლობს თულის რესპონსის დაგენერებას, ამიტომ ეგ ოკეია, რომ იქ რაღაც გაუგებრობა დაახვედროთ, მაგრამ თუ AI თან შეცვლით, მან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ხო, ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული მეთოდი არის context reduction-ში არის compaction-ი, როგორც ახლა აღნიშნე, რომ ჩვენ შეგვიძლია თულის რესპონსებს შევეხოთ. და მაგალითად თუ ვიცით რომ რაღაც მომენტში კონტექსტი გვევსება, აუდგეთ და თულის რესპონსი შევამციროთ, ხო? მაგალითად ყველაზე გავრცელებული არის რომ თუ რაღაც ძალიან დიდი ტექსტი მაქვს, თულის რესპონსში მე ამას წავშლი და დავწერო რომ ეს კონტექსტი ამ თულის რესპონსში შენახული არის ამ და ამ ფაილში, თუ გაინტერესებს ჩაიხედა იმ ფაილში რა. და ამით რაღაც ერთ ხაზში გადავიყვან ამ ყველაფერს, თუ LLM-ს დაჭირდება რომ ამის კონტექსტი აღიდგინოს, წავა და ამ ფაილს წაიკითხავს რა. მეორე ვარიანტი არის სამერიზაცია. როცა ეუბნებით რომ რაღაცა პიქს მიაღწია მოგეთ კონტექსტს და თლიან კონტექსტს ავიღებთ, ვაძლევთ სხვა LLM-ს, ეუბნებით რომ აჰა ეს აიღე ხა დაასამერაიზე, სუსტად ჩამოწერე რა გააკეთე, რა ვერ გააკეთე, ყველაფერი მოგეთ ჩამოწერე და ეს შევინახოთ ფაილში. პრაქტიკა ზოგადად ეგეთი არის რომ compaction-ი უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ჯობია ხოლმე რომ თუ compaction-ი შეგიძლიათ compaction-ი გააკეთოთ, მაგრამ რაღაც მომენტში ვერასდებით სამერიზაციას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს compaction-ები კი იკლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იზრდება და მიხვალთ იმ ეტაპამდე რომ სამერიზაცია დაგჭირდებათ. ამიტომ რაღაც მომენტში თქვათ, როცა ახვალთ აი 150 თანზე, ან 200.000-300.000 ტოკენზე, შეგიძლიათ რომ მე უკვე მძიმე იარაღი შემოიტანოთ და დაასამერაიზოთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ რომ სამერიზაცია ძალიან ცუდი არის, იმგაგებით რომ ძალიან დიდი კონტექსტი იკარგება, ამიტომ თუ ასამერაიზებთ, ჯობია რომ დაასამერაიზოთ რაღაცა სტრუქტურის ფარგლებში და უთხრათ რომ აი დამიწერე რა გააკეთე, რა ვერ გააკეთე, რა იყო შენი გოლი და რაღაც სტრუქტურა და ჩარჩომი იცოთ რომ იცოდეთ რომ ამას შეინარჩუნებთ ყოველთვის და ამის მეინტენენსი გექნებათ რომ ყოველთვის ეგ და იგივე რაღაცა ინფორმაციას დააბრუნებს და რაღაცა open ეს არ იქნება რა ტექსტი. ასევე არის კონტექსტ каранტინი, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტასკები არის, რომ საბაგეტის ამოყრება ძალიან კაია რა. მაგალითად, თუ ეგეთი ამოცანა გვიდგას, რომ გვინდა რაღაცა ფაილში ჩავიხედოთ, რაღაც ფაილს ვეძებთ პირობითად, ან რაღაც ინტერნეტში სტატიას ვეძებთ, კონკრეტულ სტატიას, ხო? არის აუცილებელი მე რომ რაღაცა 400 გვერდს რომ მოვსვათ, ეს ყველაფერი დავიმახსოვრებ, რომ ჩემი მიზანია რომ იმ კონკრეტულ სტატიას ჩავხედო პირობითად, ხო? ამიტომ შემიძლია რომ გავაკეთო საბაგენტი, რომელიც არის stateless, ანუ თვითონ იღებს ამოცანას, რომ წადი და ეს სტატია მომისერჩე, არც ინტერაპტი გვაქვს, არც human in the loop-ი გვაქვს, არც long running არ არის და ეს აგენტი დაგვიბრუნებს ფაილის სახელს და ფაილის სახელით ვაგრძელებთ რა. ძალიან კაი მეთოდია, იმიტომ რომ კონტექსტს დავზოგავთ, თლიანი კონტექსტი, რაც ამის search-ზე დაიხარჯა, მთავარი აგენტი ვერ ხედავს. ასევე არის context offloading, ანუ როცა LLM-ს ვაძლევთ საშუალებას, რომ ფაილურ სისტემასთან იმუშაოს რა. ანუ როცა კონტექსტი ივსება, ვეუბნებით, რომ აი ეს ინფორმაცია შეგიძლია ფაილში შეინახო, ან ჩვენ შევანახებთ, რომ მე ამ ფაილს წაიკითხავს და ფაილურ სისტემას ვაკეთებინებთ. ხო, ანუ რაც გონია რომ ძალიან ბუნებრივი არის, ახლა ადამიანის შემთხვევაში ნოუთებს ან რაღაცას რო სწავლობ ან კითხულობ, ან არითმეტიკებს ნოუთებს ყველა აკეთებს, ჩანახატებს ყველა აკეთებს, ზუსტად იგივე პრინციპი არაფერი განსაკუთრებული. ასევე არის ეს წეღარო ვილაპარაკე, როცა კონტექსტი ივსება, LLM-ს იკარგება გოულის აღქმა. ხო, ანუ ავიწყდება რა იყო მისი მთავარი მიზანი და შეიძლება ეს მოხდეს სხვა რაღაცა გააკეთოს საბოლოო ჯამში რა. ამიტომ ძალიან კაი მიდგომა არის ხოლმე, რომ ეს ობიექტივი გადმოვიტანოთ სარნემ შორისაც. აი თუ გინახავთ ბოლნდროიდ მოდელებში, ყველა იყენებს to-dos. აი to-do task-ები რო ეწერება ხოლმე. რატო? იმიტომ რომ to-do გეხმარება, რომ LLM-ს თავისი გოული ყოველთვის შეანარჩუნებინო. სულ 100 თარნი გავიდეს და სულ 1000 თარნი გავიდეს, ყოველთვის ახსოვს მისი მთავარი მიზანი რა იყო, რა გააკეთა ამ მიზნის განსახორციელებად, რა ვერ გააკეთა, რა დარჩა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ამ კონტექსტის ინჟინერიას რო გავიაზროთ, მოკლედ მე ხდება ხოლმე ის პრობლემა, რომ ძალიან გვინდა ეს ქირურგები ვაკეთოთ და ძალიან ბევრ კონტექსტ ინჟინერიას
ვაკეთებთ და ჩვენი პრობლემაც რაღაც მომენტში ეგ იყო, რომ რაღაცა over engineering გავუკეთეთ მაგას. ამიტომ აქ მგონია რომ ყველაზე დიდი რჩევა რაც დღევანდელი პრეზენტაციაში შეგიძლიათ წაიღოთ არის ეს რომ build less and less and more რომ სისტემაში ინასრულეთ რაც შეიძლება მარტივი და უფრო მეტი რომ დახარჯეთ აგენტის reasoning-ის წაკითხვაზე და trace-ების წაკითხვაზე, ვიდრე არქიტექტურის აგებაზე. ეხლა რა განსხვავება არის MVP-სა და real სამყაროს შორის და მგონია რომ ეგეც სამნიშნულოვანი არის, თორე შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ რაღაცა ხა real სამყაროში ჭირდება ხო ძალიან ბევრი რამე ჭირდება რომ 100%-ით აკურატული იყოს სისტემა, ჭირდება evaluation, monitoring, reliability, რაღაცა საშინელება არ უნდა გააკეთოს მოდელმა, ხო? ამიტომ ძალიან განსხვავებული არის და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ესე რომ MVP-ს აკეთებ ერთ დღეში, მაგრამ production-ს აკეთებ ერთ წელიწადში, რამდენიმე თვეში რა. ამიტომ ძალიან დიდი გეფი არის ხოლმე განსხვავება MVP-სა და production-ის შორის რა. მან ასევე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გავიაზროთ და სისტემა ავაწყოთ ისე, რომ აი ეს ფორმულა იყოს მაქსიმალურად მაღალი. და ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი წარმატების ღირებულება გაყოფილი შეცდომის ალბათობა, გამრავლებული შეცდომის გამოსწორების ალბათობაზე. და ამაზე ალბათ კურსორი ყველაზე კაი მაგალითია, ანუ ჩვენი მიზანი არის მოკეთ რომ egg ფორმულა, რომელიც აღარ მახსოვს როგორ ითარგმნება, მაგრამ ნუ რაღაც მოკეთ სახელი აქვს. AI არის ერთი ეს მახსოვს. და კურსორს მაგალითად რომ განვიხილოთ, მაგალითად რისკი არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ კოდი ეშობა ლოკალურად და ფიზიკურად რაღაცებს ვერ დაგვიზიანებს, correction-ი არის დაბალი, იმიტომ რომ რაღაცა თუ არასწორი რამე გააკეთა, გვიგდებს რომ accept and reject-ს შეგვიძლია დავარეჯექტოთ, შეგვიძლია დავაროლბეკოთ და value არის ძალიან მაღალი, ხო, იმიტომ რომ გვიზოგავს ძალიან ბევრ საათებს, ძალიან ბევრ რესურსს და ამიტომ თუ გავყობთ აი ეს ორი low-ს ნამრავლზე, მივიღებთ ძალიან მაღალს, ხო, ამიტომ ჯობია ხოლმე სისტემას როცა ვაკეთებთ, ვიფიქროთ, რომ ეს ფორმულა მაქსიმალურად მაღალი როგორ შემოვიტანოთ, იმიტომ რომ არავის არ ეხალისება აქ accept-ების და reject-ების დაჭერა, მაგრამ რაღაც მიზეზის და გამო ეს არსებობს. ამიტომაც არის ალბათ კურსორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგენტური სისტემა. ასევე evaluation, რაზეც ძალიან ბევრი დავხარჯეთ, შეიძლება იმაზე უფრო მეტი ვიდრე სისტემის აგებაზე და აქაც მგონია რომ აი ეს პარადიგმის shift-ზე რო ვილაპარაკეთ წეგან, ეგ ხდება ხოლმე, რომ unit test-ებს რო ვართ მიჩვეული და რაღაც გვინდა რომ აი ამას რომ მივცემეს დააბრუნოთ, მაგ პრინციპით ვაზროვნებთ ხოლმე და მივხვდებით რომ აქ ეგეთი evaluation არ მუშაობს. ეგეთი კი არა, evaluation საერთოდ არ მუშაობს. ამიტომ ერთ-ერთი ვარიანტი გვაქვს, რომ ხო, თავი განსხვავება ასევე არის ის, რომ არ არის საჭირო 1000-ობით და 10000-ობით ტესტები გავაკეთოთ რა. მე პირადად მჯერა რომ 10 ძალიან კარგი ტესტი რო არჩიოთ, 10 რომელიც განსხვავებული ერთმანეთისგან და 10-ვე ტესტზე დეტალურად წაიღოთ აგენტის trace-ი, trace-ი გულისხმობს ანუ ის thinking-ი, თულკოლების გამოძახება, რისპონსები და რას წერს და რას აგენერებს, გონია რომ საკმარისია აი ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდამდე მაინც და არ არის აუცილებელი რომ რაღაც evaluation-ის იმხელა დატასეტი ააგოთ, რომ 1000 იყოს და მე გამოწყოთ რომ რამდენით არ გაიზარდა და ასე შემდეგ რა. რა თქმა უნდა, internal benchmark-ი შეგიძლიათ გააკეთოთ, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ end-to-end ტესტავთ რა, ანუ თუ ისეთ benchmark-ს გააკეთებთ, სადაც შეგიძლიათ რომ გახსოვთ რაღაც input-ი და ტესტავთ მხოლოდ პასუხს, ეგ შეიძლება. რო აიცით რომ პასუხი არის 7 და თუ არ მიიღო 7, ესე იგი დაბალი ქულა მოგე და არასწორი არის. ეგ მოსულა, მაგრამ ის რომ trace-ებს აკონტროლოთ, უყუროთ ამის მერე ეს გამოიძახოთ თუ არა, არ მუშაობს. ძალიან კაი არის ასევე მე მგონია სიმულაცია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ და ამაში დაგულისხმობ, რომ თუ მოგეთ აი გვაქვს customer chatbot-ი მაგალითად, ხო, შეგვიძლია იგივე პრინციპით გავაკეთოთ customer-ის აგენტი, ხო? ანუ customer-ის დასიმულირება გავაკეთოთ, მე ხა სიმულაცია კიდე ცალკე ამბავი არის და იმაზე უფრო რთულია ვიდრე რაც აქამდე ყველაფერი ვილაპარაკე, მაგრამ მინიმუმ ის რომ რაღაც მარტივი სიმულაცია გააკეთოთ, რომელიც წინ და უკან კითხვებს დაუსვავს, ეს მინიმუმ დაიხმარებათ იმაში, რომ რაღაც ანომალიები დაიჭიროთ. იმაში არ დაგეხმარებათ, რომ მივხვდეთ ეს რამდენად კარგი სისტემაა, მაგრამ რამდენად ცუდია, ამაში დაგეხმარებათ. და ასევე LLM-ზე judge არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა ხან ჩვენ არ ვიცით trace-ები როგორ მიდის, რა თulis მე რა იყო სწორი, შეიძლება არასწორი თული გამოიძახა, მაგრამ სწორად გაასწორა მე ხო, ანუ ამიტომ ძალიან კაი გზა არის ხოლმე რომ თლიანი trace-ი ავიღოთ, რაც აგენტმა გააკეთა 200 და 1 მილიონ კონტექსტი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მივიცეთ მაგალითად ჩემის და ვთქვათ რომ აი ეს იყო ჩემი სისტემა პროფიტი, ეს იყო ჩემი გოული, აგენტმა ის გააკეთა და შემიფასე. ოღონდ შემიფასე რიცხვებში და ეს რიცხვები უნდა იყოს ალბათ 0 და 1 და არა რაღაც ის რა აი მომეცი suggestion-ი და რას ფიქრობ და რაღაც აქაც open არ უნდა დავტოვოთ, ანუ მაქსიმალურად მას შევზღუდოთ რომ სტრუქტურული იყოს და ვთქვათ რომ აი დამიწერე მხოლოდ რიცხვები. საბოლოო ჯამში human evaluation state და gold standard, ანუ ადამიანი ყოველთვის რჩება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით gold standard. რაც შეეხება მონიტორინგს, ასევე მონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მონიტორინგზე ბევრი რამე გვიცდია, მაგრამ ყველაზე რამაც იმუშავა იყო tool-ებზე დაკვირვება თვითონ. როგორც უკვე აღნიშნე, ბევრი არაფერი გვაქვს, ხო, ან გვაქვს კონტექსტი და tool-ები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან კარგად ვიყენებთ tool-ების დაკვირვებას. ანუ რომელმა აგენტმა რამდენი tool-ი გამოიძახა, რომელი tool-ი რამდენჯერ იყო გამოძახებული, რამდენჯერ successful იყო, რამდენჯერ დაფეილდა, რა დრო დაჭირდა თითოეულ tools, რამდენი იყო ტოკენის მოხმარება.
და შეიძლება დაინახოთ, რომ რომელიღაცა თულს ძალიან ხშირად იყენებს, რომელიღაცა თულს საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან ხშირად იყენებს, რომელიღაც თული არის ძალიან token heavy, შეიძლება search-ს შემოქონდეს კონტექსტში რაღაცა 50 ტოკენი, მაგრამ რაღაც თულს კონტექსტში რომელიც კონტექსტში data token-ები არ შემოაქვს. ამიტომ მგონია, რომ მაგაზი დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომელი თულები უნდა ამოვაკოთ, როგორ უნდა დააბალანსოთ, ტოკენებს რა უნდა იყოთ, თულის შესაძლებლობები როგორ უნდა დაასამერეზოთ და ასე შემდეგ. რამდენიმე პრაქტიკული აწილი, პრაქტიკული, რეკომენდაციას ავით, რომ საბოლოო ჯამში მე მგონი ყოველთვის ცხადია, რომ ეხა ვართ HTML CSS ერაში და React ჯერ გამოგონებული არ არის. ამიტომ ველოდებით React-ის გამოგონებას და ეხა რაც ვილაპარაკე, ეს არის ამ მოცემულობით რაც ვიცით და შეიძლება რაღაცა პერიოდის 6 თვის მერე სტანდარტი მივიღოთ ისეთი, რომ ვიცოდეთ, რომ ყოველთვის ესე მომწეროთ, ყოველთვის 3 აგენტი უნდა გყავდეს, ყოველთვის ამ აგენტმა ეს უნდა უთხრას და ასე შემდეგ, მანქანას უბრალოდ ალბათ მივალთ. ძალიან ესეთი რჩევა, რაც წვავეთ ვიწუნიეთ, არის რომ არ გაიგეთ მულტიაგენტური სისტემა. მანამ სანამ რაღაცა თობს არ დაგადებენ თავზე, ანუ სანამ შეგიძლიათ ერთი აგენტი გყავდეთ და ბოლომდე მოკეთ ერთ აგენტს მიყევით, გააკეთეთ კონტექსტ ინჟინერია და დაასამერაეზე, რედაქშენი გააკეთეთ, როლი და თუ გაუკეთეთ, ფაილური სისტემა შემოიღეთ, მულტიაგენტური სისტემა გააკეთოთ. ხო, ამაზე უკვე ვილაპარაკე იდეაში, რომ სისტემა მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად რაღაც ერთი წელია ვმუშაობთ და მე მგონი ერთი 5 შეიძლება გადავწერეთ ყველაფერი აბსოლუტური ნოლიდან და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სისტემა იყოს იმდენად მოქნილი რომ დაგჭირდებათ ერთ კვირაში ყველაფერი ნოლიდან დაიწყოთ და გადააწყოთ. მით უმეტეს აქ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მოდელები ხვალ რა მოდელი გამო არავინ არ ვიცით და მოდელების ქცევა ძალიან განსხვავებულია ერთმანეთთან დარწმუნებული ეგეც გინახავთ რომ ახალი მოდელი რომ გამოვიდა ამოსვით მოდელს სადაც სხვა რამე ხდებათ ხო და მოდელის behavior-ი იცვლება მაგალითად ნახეთ რომ კოდის ბოლო მოდელში კოდს აღქმა კონტექსტის ან როცა კონტექსტი იზრდება კოდი ხვდება რომ კონტექსტი შეიძლება გადაიხსნას და იწყებს მოკლედ წერას ხო ამიტომ რა მომენტში რა behavior-ის გამოვლენენ მოდელები და რა დაგვჭირდება არ ვიცით ამიტომ სისტემა რაც უფრო მარტივი იქნება მით უკეთესი ხო საბოლოო ჯამში ალბათ ყველას უნდა გვახსოვდეს Peter Lesson რაც ნიშნავს იმას რომ საბოლოო ჯამში პერფორმანსის მამოძრავებელი არ არის სისტემა და არის არქიტექტურა არის თვითონ LLM-ი არის data და არის scale-ი და არა ის რომ რაღაც კომპლექსური ძალიან დიდი მახინა ავაკოთ ხო ამას გვაჩვენებს ისტორიაც ხო რომ აი მაგალითად LLM-ის სამყაროში ბევრად რთული არქიტექტურა გქონდა 5 და 10 წლის უკან ვიდრე ეხლა გვაქვს ხო და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ არქიტექტურა გამარტივდა მაგრამ მონაცემების scale-ის კომპიუტერის ხარჯზე გავედით X-ად მივედით რა ამიტომ ჯობია ხოლმე რომ სისტემა სანამ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მარტივად რაღაცა კომპლექსური ესენი არ დაადოთ ან თუ დაადებთ და იმასწორეთ რომ ეგ არის მოსაშორებელი და როცა ახალი მოდელი გამოვა ეცადეთ რომ ყველაფერი ჩახსნათ. მით უმეტეს ხედავთ რომ ყველა მოდელი გამოსვლიდან გამოსვლამდე ექსპონენციალურად იზრდება, აქ არის დრო გადაზომილი, აქ არის Y ღერძზე ის დრო რაც ადამიანს ჭირდება მაგ კონკრეტული ტასკის ამოსახსნელად და ნუ ვიცით რომ აი მაგალითად GPT-5 დაახლოებით შეუძლია იგივე ტასკს ეკეთება რასაც ადამიანს ჭირდება 2 საათი პირობითად ხო? და ამ გრაფიკით თუ იმსჯელებთ, აქედან 6 თვეში კიდე გაორმაგდება, 1 წელიწადში გაუთმაგდება, ამიტომ მოკლედ სისტემა უნდა იყოს მზად მაგისთვის. ხო, ნუ ყველა ვხედავთ, რომ 10 Pro უკეთესი კონტექსტი გვაქვს რაღაცა ბოლო 1 წლის განმავლობაში, 5-ჯერ მეტი თული, 10-ჯერ მეტი თანხმოვანებით, მაგალითად ჩვენ როცა ვატრენინგებთ LLM-ს დაახლოებით 1 წლის უკან, ჩვენთვის ძალიან ზღაპარი იყო, გქონოდა 5-ზე მეტი თული, 5 თულს უყარეთ იყენებდა LLM-ი, გვეგონა რომ აი ძალიან მაგარი სისტემა გავაკეთეთ. ეხლა LLM შეუძლია 40-50 თულის გამოყენება ეფექტურად. გვეგონა რომ აი 35 კონტექსტი ძალიან რთული იყო და ნუ ჯერ ერთი ხა ლოგიკურია ხო ანუ როგორ უნდა მოიტანო ესეთი data, სადაც 35 ტოკენი გაქვს, ყველაფერი კარგად გათვალისწინებული ან 100 თარნი გაქვს, ყველაფერი კარგად არის. ამიტომ რაღაც 1 წლის უკან იყო ხოლმე რომ აი 10 თარნი ძალიან მაგარი იყო, 10 ციკლს თუ ვაკეთებდა, რაღაცა 20000 ტოკენს თუ ვაკეთებდა ძალიან მაგარი იყო. ეხლა გვაქვს 200000 კონტექსტი და გვაქვს 200 თარნი, ხო? ხო, და საბოლოოდ მინდა რომ ძალიან კარგი announcement-ი გავაკეთო, ვინც შეიძლება იცოდეთ AI Lab-ში დიდი ხანია ვატრენინგებთ მოდელებს. დაახლოებით 2 წელიწადია რაც დავხარჯეთ ქართულ მოდელებს ტრენინგებაზე, გავაკეთეთ მოდელები, გავაკეთეთ უამრავი დატასეტი, ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დავიწყეთ, დავატრენინგეთ პატარა, დიდი მოდელი, შევქმნით ბენჩმარკები, data როგორც ტრენინგისთვის, ასე instruction-ისთვის, ასევე TPO-ისთვის, ანუ იდეაში ყველა სტეპი რაც LLM-ს ჭირდება და რაც ზოგადად ჭირდება რომ ნულიდან ბოლომდე ააწყო, ყველა გზა გავიარეთ. და ძალიან მიხარია რომ გითხრათ რომ ყველაფერი open source-ად. ანუ უკვე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი 4-ვე მოდელი, თავისი pre-trained მოდელი, instruct მოდელი, საბოლოო მოდელი, მოდელის დიდი და პატარა ვერსია, 20-ზე მეტი data, თავისი pre-training-ის, instruction-ის, TPO-ს დატით, დაახლოებით 3 მილიონი instruction-ი, რომელიც დღევანდელი სტანდარტით ძალიან მაგარია.
pre-training-ის რაღაცა 20 მილიარდი ტოკენი თუ სწორად მახსოვს, TPO 300,000-ზე მეტი წვილი, benchmark-ები თითქმის ყველა რაც კლასიკური benchmark-ები არის და ასევე ბევრი სპეციფიკური instruction-ისა და რომელიც მგონია რომ ძალიან აგეხმარებათ, ვინც ამ სფეროში მუშაობთ მოკლედ და ან სწავლობთ, ან გამოყენება გინდათ, ან ინფერენსი გინდათ, შეგიძლიათ პატარა მოდელი 3-8 მილიარდიანი ლოკალურად გავუშვათ თქვენს მაკზე, ან 12 მილიარდიანი აიღოთ, ინფერენსი გააკეთოთ, დაატრენინგოთ, გააუმჯობესოთ, დააფაინტუნოთ. მოგეთ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ თუ ამ სფეროში ხართ, ყველაფერი გამოიყენოთ და იმედი მაქვს რომ გამოგატივოთ და რა ვიცი, ან ძალიან მეტია. მე გული გვაქვს რომ ვეთიათ. კითხვებისთვის გვაქვს რა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო სესიისთვის. ვისაც გაქვთ კითხვა, უბრალოდ ხელი რომ აწიოთ და მოგეწოდეთ მიკროფონს. პირველში სალამი ნახარ. მოგდა ერთი კითხვა მაქვს ახლა ან რასაც გადავხედე და საერთოდ დისკუსიები რასაც მიდის ამ ბოლო პერიოდში, როგორი სტრუქტურა არის აგენტურის სისტემისთვის მიღებული. კოდის ნაწილში რომ პროექტის ნაწილში და უფრო მეტად თქვენი კომპანია რომელიც ამჭერს ოპერაციას. აი, ხავედა მაგაზე პასუხს. სლაიდი მქონდა მაგის რომ არა, ხო, არ გააკეთო მუტაიტო სისტემა, ეგ არის პასუხი. კონდეთ ერთი აგენტი. ანუ ყოველთვის ჩემი გამოცდილებით მგონია და ინტუიციურად მგონია რომ უმეტეს შემთხვევაში ერთი აგენტი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და ჯობია რომ ერთი აგენტის კონტექსტში იმუშაო და ის ყველაფერი გააკეთო რომ იმ კონტექსტი შეუნარჩუნო და სამერაიზო და კონტექსტი არ გაგიქცეს ვიდრე მულტიაგენტურზე გადახვიდე. ეს ოღონდ ეხება იმ შემთხვევას თუ მულტიაგენტურში ეს სხვა აგენტები არიან long running და თუ სხვა აგენტების გაწოლებას იღებენ რომელსაც ინტერაპტი ჭირდება. ან თუ ეგეთი кейსი არ გაქვს და თუ ეს სხვა აგენტები არის read only, აი deep research-ში კაი მაგალითი არის. რატო გამოვიდა deep research-ში ყველაზე პირველად? იმიტომ რომ ყველაზე მარტივი არის. იმიტომ რომ სხვა აგენტები არიან read only. ისინი არ აკეთებენ რაღაცების ერთმანეთში ინფორმაციის ისინი არ აქვს confusion-ი, ამიტომ თუ ეგეთ საქმესთან გაქვს შეხება, მაშინ კი. თუ არა და ერთი აგენტის ავსებით საკმარისი არის და რავი, რო გადახედო სხვა კომპანიებიც უმეტესობა იყენებს ერთ აგენტს, ყველა იმის გამო რომ თუნდაც ადამიანი რო ელაპარაკება 10 აგენტს, ძალიან რთული არის მე მიხვდე ვის უნდა ელაპარაკო. ანუ რეალურად ამაში გულისხმობდი რომ აი ანუ ინტერფეისს დასაწყოდ ერთი ჩათვლილი და არის, მაგრამ სხვადასხვა აგენტს სხვადასხვა ტასკია და ანუ სტრუქტურა გულისხმობს სუპერიორ აგენტი და დანარჩენი საფასკები საბაგენტები. ანუ ეგლოგიკით როგორი მიდგომა, ანუ ეგლოგიკა ჭრის ხო? ჯობია გამოყენება. კი, როგორ ანუ ყველა იყენებს, მაგრამ ხო, როგორც ამბობი, ერთი აგენტის ავსებით საკმარისია და არ შეიძლება მუდმივად უნდა გააკეთო რა. გონია რომ ერთი აგენტიც ბოლოში გავყავ. და აი ბოლოს არ მომეწონა ქართული LLM-ის ვარიანტი გადასწავლა აუცილებლად ამაგატონის შემდეგ. და ყველაზე დიდი მოდელი რამდენია რომ 12 მილიარდია. აჰა. კარგი, მადლობა. მადლობა. კიდევ თუ გაქვთ კითხვები? არა, ზემოთხო რა. პირველში მადლობა საინტერესო გამოსვლისთვის. ამ ქართულ LLM-ზე რეალურად კითხვა, მაინტერესებს ანუ საკუთავიდან დაატრენინგეთ და თქვენ დააწყეთ ბოლომდე თუ რაღაც აიგეთ არსებული მოდელი და ის უბრალოდ ქართულ ტექსტებზე გადაატრენინგეთ ან რაღაც ადაპტაცია გავაკეთეთ. კი, არსებული ავიღეთ მისტრალის მოდელი ავიღეთ 12 მილიარდიანი. მაგრამ pre-training-ი გავლილი აქვს. ანუ instruction მოდელი არ არის. გავლილი აქვს ყველა ფაზა, რასაც LLM-ი გადის აბსოლუტური ნულიდან, ანუ სამი ფაზა ხო, pre-training, instruction და TPO არის არა გავლილი. და მივხვდეთ რომ მოდელი ავიღეთ, კი, მაგრამ pre-training-ი გავლილი აქვს რა. ანუ ტოკენები ქართული აქვს ჩამატებული და instruction-ი არ არის. და თუ საიდუმლოა რამდენი ხანი დაჭირდა დაახლოებით თქვენის ჯამში? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნუ რამდენიმე კვირა რა. თუმცა ხო, რესურს ხო, გააშენაზე ამუშავებ რა, ახლა ჩვენ მაგათ HS-ები გამოვიყენეთ 16 თუ სწორად მახსოვს. მადლობა. მადლობა. კიდევ ხომ არ გაქვთ კითხვები? ოკეი. გონი მაშინ სულ ესაა. კი ბატონო, მადლობა. მადლობა.